ქართული ოცნების დეპუტატის ლევან მახაშვილის თქმით, აბუდაბიში დაკავებული ოცნების დეპუტატები ირაკლი ზარქუა, ვიქტორ სანიკიძე და მათი თანმხლები პირები საქართველოში იმყოფებიან. მედიაში გავრცელებული ინფორმაციით 13 იანვარს აბუდაბის სასტუმროში მოქალაქე ლაშა გაბიტაშვილზე თავდასხმის გამო ზარქუასა და სანიკიძეს აბუდაბის სასამართლო მაქსიმალური $80,000 ჯარიმა დააკისრა. მახაშვილის თქმით, მას ზარქუასა და სანიკიძესთან კომუნიკაცია აბუდაბიში მიმდინარე მოვლენების დროს ჰქონდა, თუმცა დეტალებზე საუბრისგან თავი შეიკავა. მედიაშივე გავრცელებული ინფორმაციით ოცნების დეპუტატებმა აბუდაბის წინასწარი დაკავების იზოლატორში რამდენიმე დღე გაატარეს. მე მასთან მქონდა არაერთხელ კომუნიკაცია, მათ შორის იმიტომ რომ მე თვითონაც იმ ქვეყანაში იმყოფებოდი რაღაც პერიოდის განმავლობაში, როცა ეს მოვლენები ხდებოდა. მას შემდეგაც ჰქონდა ჩვენ სატელეფონო საუბრები მასთანაც, სხვა ადამიანებთან, რომელიც ამ პროცესში მონაწილეები იყვნენ, ჩვენს დიპლომატიურ წარმომადგენლობებთანაც. ამ კერძო საუბრის შინაარს ვერ გეტყვით. ჩემი ინფორმაციით ისინი ყველა მათგანი საქართველოში იმყოფება უკვე. თავად ლაშა გაბიტაშვილი, რომელსაც ზარქუა და სანიკიძე აბუდაბიში თავს დაესხნენ, აბუდაბის პოლიციამ 3 დღიანი გამოკითხვის შემდეგ 17 იანვარს გაათავისუფლა. ამის შესახებ ინფორმაცია გაბიტაშვილმა მეუღლის Facebook გვერდის მეშვეობით გაავრცელა. ფიზიკური დაპირისპირება აბუდაბის სასტუმროში 13 იანვარს მოხდა. სოციალურ ქსელებში გავრცელებული კადრების მიხედვით, ოცნების დეპუტატი ზარქუა საუზმეზე მაგიდასთან მჯდომ ლაშა გაბიტაშვილთან მიდის და ფიზიკურ შეურაცხყოფას აყენებს. ფიზიკურ დაპირისპირებაში ზარქუასთან ერთად ოცნების კიდევ ერთი დეპუტატი ვიქტორ სანიკიძე და მათი თანმხლები პირებიც მონაწილეობდნენ. დაპირისპირებამდე ერთი დღით ადრე 12 იანვარს აბუდაბიში გაბიტაშვილმა ოცნების დეპუტატებს მონები უწოდა. იმ დღესვე სოციალურ ქსელში გავრცელდა ვიდეო კადრები, სადაც ჩანს, რომ 12 იანვარს აბუდაბიში დასასვენებლად მყოფ ოცნების დეპუტატებს მოქალაქე ლაშა გაბიტაშვილი მიუახლოვდა და ბათუმში პროდასავლური პროტესტის დროს მოქალაქეების დაკავების შესახებ კითხა. გაბიტაშვილმა მათ მონა და გამყიდველი უწოდა. სიტყვიერი დაპირისპირება სასტუმროს გარეთაც გაგრძელდა.